Საქალაქოში სუსის ყოფილი უფროსის პროცესი მიმდინარეობს, დაგეგმილია 6 მოწმის დაკითხვა. განხილვა ეხება საბავშვო ბაღების ეპიზოდს. ოცნების პროკურატურის ცნობით გრიგოლ ლილუაშვილი მფარველობას უწევდა საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახა გვანცელაძეს, რომელიც ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ეგრეთ წოდებულ ადკატებს იღებდა. მოითხოვს თუ არა სუსის ყოფილი უფროსის საპროცესო შეთანხმებას, ადვოკატი ამბობს, რომ საკითხზე ოცნების პროკურატურასთან საუბარი არ ყოფილა, რადგან ის დანაშაულს არ აღიარებს. სამაგიეროდ სუსის ყოფილი უფროსის ინტერესების დამცველი არ გამორიცხავს, რომ საქმე შესაძლოა სტრასბურგში წავიდეს. გრიგოლ ლილუაშვილის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქთამის აღებას ედავებიან. დია ბაძაღუა აგრძელებს ამ თემაზე ფორმულას პირდაპირ ეთერში. საუბარს ის საქალაქო სასამართლოში მუშაობს. თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობს. დღეს გრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა და პროკურორის თქმით დღეს გამოიკითხება 6 მოწმე ეგრეთ წოდებული ბაღების საქმის ეპიზოდზე. ამ ეპიზოდის მიხედვით გრიგოლ ლილუაშვილი დიდი ოდენობით ქრთამის სანაცვლოდ უწევდა მფარველობას მის მეგობარს ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს კახა გვანცელაძეს, რომელიც თავის მხრივ სახელმწიფო შესყიდვებიდან იღებდა ეგრეთ წოდებულ ადკატებს. რა კითხვები ექნებათ როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეს მოწმეებთან, ჩვენ ამის მოსმენას ვერ შევძლებთ, იქიდან გამომდინარე, რომ პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე დახურულია პროცესები და ვერც მედია და ვერც ოჯახის წევრები ვერ ვახერხებთ პროცესებზე დასწრებას, შესაბამისად დახურულ ფორმატში მიმდინარეობს დღევანდელი სხდომაც და საინტერესოა რა პოზიცია ექნებათ მოწმეებს, რა სიტყვიან და რა ტიპის შემხებლობაში არიან ისინი გრიგოლ ლილუაშვილთან. პროკურორის თქმით, მათ შორის მოწმეთა შორის ერთ-ერთი არის ბრალდებული. ჩვენთან დღეს კომენტარი არ გაუკეთებიათ ადვოკატებს და ისე შევიდნენ სასამართლო შენობაში, რომ არ დაუფიქსირებიათ საკუთარი პოზიცია, თუმცა წინასხდომებიდან და პოზიციიდან გამომდინარე ჩვენ ვიცით ის, რომ გრიგოლ ლილუაშვილი არ აღიარებს ბრალს, შესაბამისად ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს არავითარ საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი, რომლის წინაპირობაც არის სწორედ ბრალის აღიარება, რადგან ის თავს მიიჩნევს უდანაშაულოდ და ადვოკატები ამბობენ იმას, რომ იმ შემთხვევაში თუ ვერ შეძლებენ საკუთარი პოზიციის დამტკიცებას ეროვნულ დონეზე, არ გამორიცხავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მიმართონ სტრასბურგის სასამართლოსაც. საზოგადოების ცნობილია, რომ გრიგოლ ლილუაშვილის ერთ-ერთ წარდგენილი აქვს ბაღების სააგენტოს მეშვეობით ქთამის აღების ფაქტი. შესაბამისად, ბრალდების მხარი აგრძელებს მტკიცებულებათა გამოკვლევას. დღეს იქნება 6 მოწმე წარმოდგენილი. ბუნებრივია, ისინი ისაუბრებენ იმ გარემოებებზე, თუ როგორ ხდებოდა კორუფციული სქემა, რას მოიცავდა, როგორ ნაწილდებოდა აღნიშნული თანხები. ამ ეტაპზე მე მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ საქმე არის დახურული, მიმდინარეობს დახურულ რეჟიმში, ამასაც თავისი საფუძვლები აქვს. შესაბამისად, მეტ ინფორმაციის მოწოდება ამ ეტაპზე არ შემიძლია. თემას კონკრეტულად როგორ ხდებოდა ბაღების სააგენტოში კორუფციული სქემა, რას მოიცავდა, მეწარმე სუბიექტებთან შეთანხმება, ამ შეთანხმების შედეგად ვისთან როგორ ნაწილდებოდა აღნიშნული თანხები, ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით იკითხებიან ეს მოწმეები. ბუნებრივია, გარკვეულწილად დასტურდება ბრალდების მხარის მეწარდგენილი ბრალდების არსი, თავისთავად მტკიცებულება, როდესაც საქმეში იდება, ის გარკვეულწილად არის შემხებლობაში წარდგენილი ბრალდებასთან და აქედან გამომდინარე თითოეული მოწმე, რომელიც სასამართლოში დაიკითხება, ბუნებრივია შემხებლობაშია გრიგოლ ლილუაშვილის მიერ წარდგენილ ბრალდებას. გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება დიდი ოდენობით წინასწარი ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ქრთამის აღებასთან დაკავშირებით და იმ შემთხვევაში თუ მას ბრალი დაუმტკიცდება, მას 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება, როგორც გითხარით, ის ბრალს არ აღიარებს. ამ წუთებში კვლავ გრძელდება მისი პროცესი და 6 მოწმის გამოკითხვა არის დღეს დაგეგმილი.